გამარჯობა, მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენო გამომწერებო, მაგარი სიახლით აგიბრუნდით როგორც ყოველთვის. ჩებურკოვის 10 მაგარი დანა გვაქვს წარმოდგენილი, მაგრამ სანამ დანებზე გადავოთ, მინდა გითხრათ, რომ ჩამოსული იყო თვითონ ალექსანდრე ჩებურკოვი თავის ოჯახთან ერთად, მეუღლესთან და ვაჟთან ერთად. ჩვენს გვესტუმრენ კარგ სიახლეებსაც დაუკვირდნენ და შემოგთავაზეს. მოდი გავიაროთ ახლა ეს დანები და სიახლეებსაც გზადაგზა მოგაშველებთ. აი პირველი მოდელი მეგობრებო, ვორონი, დიდი ვორონი. აღარ ქონია ბოლო დროს ჩვენ მაღაზიაში და გამოუშვეს ესეთი ვერსია, ესეთი მაგარი კარბონით, ლიმიტირებულია ეს დანა მეგობრებო. M398 ფოლადი გვაქვს, ტიტანის ლაინერები, ბექსპეისერები და საკიდი, ესე წარწერითა და ხელმოწერით, 2025 წლის ახალი მოდელია და ლიმიტ გარას თავარია და უკვე საკოლექციოა რა ეს დანა. ხელში შესანიშნავად ზის, ამდენს აქვს მაგარი ერგონომიკა, ძალიან კარგად ზის, ძალიან რბილი, მოქნილი, აი ესეთი სოლიდური, დიდი ზომის სოლიდური დანაა რა. ლამაზი კარბონი რაღაცა სიღრმეებიდან ამოდის ეს ოქროსფერები და ძალიან ლამაზია. ბოლოდზე მე მგონი მოგახსენეთ M398 აქვს. ხო და კიდევ ნახეთ რომელ დანებსაც გვეშვიდებს აი ესეთი მაგარი ტყავის кейსები მოყვება. ამაზეც მე მგონი ჯობია რომ ცოტა დრო დავუთმოთ. ნახეთ ძალიან კარგადაა შეკერილი შიგნით ეს დარბილებები, საწმელი და საბუთი თავისთავად და ძალიან კარგი ფოუჩებია რა. ხარისხიანი და დანის მოყვარულებს ალბათ ესეთი რაღაცები ძალიან მოგწონთ, მე პირადად ძალიან მომწონს და მეყვარს. ეს კი პატარა ვორონია მეგობრებო, ასევე ლიმიტირებული ვერსია. ესეც ცოტა გამოუშვეს 100 ცალისულ, ახლა როგორი სკეილი ტიტანის ლაინერები აქვს ესეთი მყარი დანაა. ფოლადი ამ შემთხვევაში გვაქვს S90 VIP ხნილოვანი და ნუ ნუმერაციაც აგერ არის დატანილი, ეს არის კონკრეტულად მე17-100-დან. ესეთი სადა, ლამაზი კრები საკიდი და ზომა შედარებით პატარა, ვისაც არ უყვარს ესეთი დიდი დანები. აგერ ჩებურკოვი გვთავაზობს ყველა გემოვნებისთვის დანებს. აი რაღაცა დიდმადლობა, უფრო ეფექტი მოახდინა ჩემზე. ორივე მაგრებია მოკლედ რა. ანუ ჩემი თქვენი გემოვნების ამბავია. ეს კი მეგობრებო ბუნტარია. ბუნტარი მე მგონი აქამდე არ ქონია ხო გიო მაღაზიაში როგორც მახსოვს. ხო და რაღაცა ისეთია. ბრუტალურია, ბრუტალური. მე ამბობ ეს ნიშნავს ქართულად მეგობრებო ამ დანის სახელი, ფრეიმლოკ ჩამკეტი სისტემა გვაქვს, ტიტანის რა თქმა უნდა ტექსტურირებული და ტიტანის საკიდი და ბექსპეისერი, ZDI დამასკოს უჟანგავი მაგარი ფოლადი. აი ხელში ძალიან ყოჩაღია ეს დანა, გინდა რომ რაღაცა ჭრა, რაღაცა გააკეთო, გინდა საველე პირობებში, ნუ ყველგან მაგარი იქნება ეს დანა, ვფიქრობ, ამტანი და ძლიერი დანა რა. ვისაც გაინტერესებთ ბუნტარი ძალიან ისეთ შესანიშნავია. ეს კი მეგობრებო გუძონია, აი მე შეხედეთ ამ სილამაზეს და აკვირდით, ლამაზი კარბონია. ამდენი ფერია, არ ვიცი, აქ ერთი შეხედვით რაღაც შავი და წითელი ჩანს, მაგრამ იქ კიდე რაღაცა სპილენძები და რაღაც სხვადასხვა ფერები მოდის და ულამაზესია და მეორე მხარე კიდე რაღაც ფანტასტიკაა, ეს აბსტრაქტული ეს ნახატები. ძალიან ლამაზია. M398 გვაქვს ფოლადი, ტიტანის საკიდი და ბექსპეისერი და ძალიან მსუბუქი, აი ქარივით ვერ წარმოვიდგეთ ამ ხელა დანა, რომ შეიძლება იყოს ესეთი მსუბუქი. და თან რაღაცა უიმედოობის შეგრძნებას ნამდვილად არ გიტოვებს ხელში, ძალიან კარგია. არ ვიცი, საოცარი დანა, ხელოვნების ნიმუშია ვფიქრობ, ძალიან მომეწონა ეს დანა. თავისი სილამაზითა და ხარისხით. ეს კი მეგობრებო სტრიჟია, დიდი სტრიჟი. თუმცა განსხვავება ხოდიში, არა და მაგარი მექანიკა აქვს ამ დანას. დასვალი გოდიშ გიხდით. დიდი სტრიჟი კრომაქსი ფოლადით არის აღჭურვილი და ნახეთ სკელი ლაინერები გაუკეთეს რა, უფრო შედარებით ვიდრე უწინ ქონდა. უფრო სკელი, ფორმატ ცოტა ისეთი გადამგვალებული, ტექსტურა და ყველაფერი და ანუ ნახეთ სტრიჟი ხო ძალიან პოპულარული მოდელია. ძალიან ცნობადი, ერთ-ერთი თვითონ როგორც გითხრა ალექსანდრემ სტრიჟი და ბულდოგი არის ყველაზე გაყიდვადი მოდელები და არ ჩერდებიან, ანუ გააკეთეს ბევრნაირი კომბინაცია და კიდევ უფრო სკელი ლაინერები და უფრო ალბათ შეიძლება მოთხოვნა იყოს, შეიძლება თვითონ მოვიდათ იდეა, არ ვიცი უბრალოდ, მაგრამ გადაწყვეტეს რომ რაღაცა უფრო ბრუტალური და კიდევ უფრო მძიმე დატვირთვებისთვისაც გაეკეთებინათ. ვიღაცას თხელი დანები მოწონს უფრო მსუბუქი კარბონებით აღჭურვილი და ასე შემდეგ. ანუ ეს ხალხი არ ჩერდება. ხო და ჩვენს ვისაუბრეთ, ანუ ძალიან კარგი იდეებით დავხვდით მე და გიოც რა და ძალიან ესე ამოვნათ კიდეც შეგვაქვს ეს არ გავხადოთ ეს დამოკიდებულება და მიდგომა და ერთად რაღაცა პროექტის შევიმუშავეთ.
ამაზე მოგვიანებთ ახლა დაწვრილებით ეტარებში არ შევალ რა, ნუ დამაჩქარებ ძალიან ხოთ, იმიტომ რომ ამას დრო ჭირდება, რამოდენიმე თვე დაჭირდება უეჭველად, როგორც ვთქვით, სავარაუდოდ უფრო სექტემბრისთვის საფხულის მერე შევა უფრო კონკრეტულად ძალაში კი არ შევა და უკვე სახეზეც გვექნება ამ ჩვენი საერთო პროექტის შედეგიც რა. ბევრი კარგი რაღაცეები მოვიფიქრეთ, სრულიად ახალი დანა უნდა მაინც წამომსდა ხოლმე მგონი. ახალი დანა გვინდა გავაკეთოთ ჩვენი და მათი კოლაბორაციით და ეს იქნება რაღაცა სიახლე და კარგი ამბავი რა. ვფიქრობთ ჩვენს მაყურებლებს, მომხმარებლებს ყველას გაგიხარდებათ ეს ამბავი. ახლა გავაგრძელოთ განხილვა თუ შეიძლება პატარა სტრიჟი უნდა წარმოგიდგინოთ, ის თუ დიდი და ცოტა ისეთი ბრუტალური ტიპი იყო, ის უფრო პატარა, სადა დახვეწილია, არაფერი ზედმეტი ამ დანაში არა, ფოლადი M398 გვაქვს ისევ რა, ერთ-ერთი საუკეთესო დღესდღეობით. დანი საკიდი და ბექსპეისერი და ისეთი, იცით როგორია, საშუალო ზომის არ ძალიან თხელია, მაგრამ მაინც თხელდანაში გადის. და ფოლადის ისე ისეთია, რომ საკმაოდ მძიმე დატვირთვებს გაუკლავდება ეს დანა უპრობლემოდ. იმიტომ უყვარს ყველას ალბათ პატარა სტრიჟი, ისევე როგორც დიდი პატარა კიდევ უფრო კომპაქტურია, მაგრამ ზომა ისეთია საშუალო რა. ეს კი უფრო მაღალი კომპლექტაციით, ვისაც უნდა პატარა სტრიჟი, მათთვის არის განკუთვნილი. ნახეთ, რამხელა ტიმასკოსის ჩანართით არის. ტიმასკოსი როგორც მოგეხსენებათ, ტიტანების დამასკოა. ტიმასკოსის სკეილზე ჩანართით და ასევე ბექსპეისერითა და საკიდით ტიმასკოსის. დანარჩენი სადაფერებში დატოვეს და სრულიად საკმარისია, უკვე ზედმეტი ალბათ ააჭრელებდა კიდეს. და ეხლა არის სადა, დახვეწილი და ეგრევე ერთ შეხედვით ტიმასკოსი ისე გვხვდება თვალში, რომ იგრძნობა რომ მაღალი დონის დანაა. ეს რაც შეეხება მეორე პატარა სტრიჟს. ეხლა გადავიდეთ ბულდოგებზე, როგორც ალბათ კადრში ჩანს, სამ ფერში გვაქვს წარმოდგენილი. ბულდოგიც ასევე ძალიან უყვარს, როგორც ჩვენ მომხმარებლებს, ისე მთელ მსოფლიოში ყველას. და ჩამოვიტანეთ ესეთი ერთი გვერდი ესეთი ლამაზი ფეტკარბონით არის ამჭურვილი, მეორე გვერდი კი ტიტანია. ფოლადი M390 გვაქვს ამ შემთხვევაში და რა ვიცი, დანარჩენი მე მგონი უბრალოდ ჯობია სათითაოდ ყველას დავაკვირდეთ და შევადაროთ და უკვე გემოვნების ამბავია ვის რა მოეწონება. ერთადერთი ამ სამში ეს ბოლო ბულდოგია განსხვავებული, აქ M398 გვაქვს ფოლადი. ფასში პატარა სხვაობა სავარაუდოდ იქნება. ნუ ჯობია ისევე შევხედოთ გიო და დავანახოთ. ასე ლამაზია, ეს უბრალოდ რაღაცა აქაც 1, 2, 3, 4 ფერი ჩანს რა. ან რაღაცა ლამაზი ისეთი ფერები ერთმანეთში რო გადადის თან და ვფიქრობ ძალიან კარგი და როგორი ხმა აქვს, პატარა კაცები არიან ეს დანები, ესე დავარქვი. ძალიან კარგები არიან. ხო, ეს იყო ჩვენი დანები, მეგობრებო, ჩვენი სიახლეები, იმედია ცოტათი მაინც გაგახარეთ. და დამავიწყდა მე თქვა ყველა თავიდანვე აღნიშნავს ხოლმე იუთუბერები, რომ გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ვიდეო დაგვილაიქოთ, დაგვიკომენტარეთ, რამე შენიშვნა თუ გექნებათ, რამე თუ ინტერესი გაქვთ და რა ვიცი, ვეცდებით არ დაგტოვოთ უპასუხოთ, მოგექციოთ ყურადღება თვითონ თქვენ თაგანს, როგორც ვიქცევით, როგორც ყოველთვის და წარმატებებს გისურვებთ. დროებით.